რეფორმები და საერთაშორისო საგანმანათლებლო კვლევები. სანდო, ობიექტური და აქტუალური ინფორმაცია. დრო გამოცდებიდან გამოცდებამდე ჩვენთან ერთად გადის. გადაცემა გამოცდებიდან გამოცდებამდე თეიკო ანჯაფარიძესთან ერთად. საინფორმაციო მხარდამჭერი შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი. მოგესალმებით, რადიო იმედის ეთერში იწყება გადაცემა გამოცდებიდან გამოცდებამდე. მე გადაცემის წამყვანი თეიკო ანჯაფარიძე ვარ. გადაცემა გამოცდებიდან გამოცდებამდე თეიკო ანჯაფარიძესთან ერთად. ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარი არის შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ქალბატონი მაია მიმინოშვილი. ჩვენ დღეს ვისაუბრებთ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე. მოგესალმებით, ქალბატონო მაია და დიდი მადლობა სტუდიაში მოგზაურობისთვის. მადლობა თქვენ მოწვევისთვის და მივესალმები რადიო მსმენელებს. ქალბატონო მაია, დავიწყოთ საინფორმაციო ტურით. ხვალიდან იწყება საინფორმაციო ტურის შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში. რა არის ამ ტურის მთავარი მიზანი და ვის შეუძლია მასში მონაწილეობის მიღება? პირველ რიგში ალბათ უნდა ვთქვათ ის, რომ ჩვენი ორგანიზაციის მთავარი მიზანი, ერთ-ერთი მთავარი მიზანი არის რაც შეიძლება მეტად ინფორმირებულობა ჩვენი აპლიკანტების, პირველ რიგში რა თქმა უნდა აბიტურიენტების, თუმცა მნიშვნელოვანია დეტალური ინფორმაციის მიწოდება მაგისტრობის სურვილებისთვისაც, პედაგოგებისთვის, მოკლედ ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც მონაწილეობას ღებულობს აი ამ პროცესებში, საგამოცდო პროცესებში. აქედან გამომდინარე, აი ეს ტური სწორედ მიზნად ისახავს არა მხოლოდ მშრალი ინფორმაციის გადაცემას აბიტურიენტებისთვის და დაინტერესებული პირებისთვის, არამედ მათ ექნებათ შესაძლებლობა ორგანიზაციის თანამშრომლებთან შეხვედრის, ჩემს კოლეგებთან, ჯგუფის წევრებთან, რომლებიც პასუხისმგებლები არიან შინაარსობრივ ნაწილზე, მათ ექნებათ შესაძლებლობა დეტალური ინფორმაცია მიიღონ რეგისტრაციის პროცესზე და იცით თქვენ რომ ეს ეტაპი მათთვის მნიშვნელოვანია იმდენად რამდენადაც მათთვის ძალიან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს იღებენ აბიტურიენტები და აქედან გამომდინარე ყველამ ერთად უნდა ავიცილოთ თავიდან მაქსიმალურად შეცდომების დაშვება აი ამ პროცესში და რა თქმა უნდა ამ კუთხით ისინი დეტალურ ინფორმაციასაც მიიღებენ, რეკომენდაციებს ჩვენგან, როგორ უნდა გაიარონ რეგისტრაცია, როგორ უნდა შეარჩიონ მომავალი მიმართულებები, ასე ვთქვათ და უმაღლეს სასწავლებლები და ფაკულტეტი და ასე შემდეგ. და რა თქმა უნდა ამ ტურის ფარგლებში ყველა დაინტერესებულს და მონაწილე პირს ექნება შესაძლებლობა მიიღოს ასევე ინფორმაცია იმ დამატებით სერვისებზე, რომელიც მათთვის ზუსტად მათთვის მოამზადა შეფასების და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა, იმიტომ რომ ერთ-ერთი მთავარი მიზანი ჩვენთვის არის ისიც, რომ ჩვენი აპლიკანტები მაქსიმალურად მომზადებულები შეხვდნენ საგამოცდო პროცესს. კონკრეტულად რა სერვისებზე არის საუბარი, ქალბატონო მაია? იცით, მოდი ესე ვთქვათ, ეს არის პირველი ნაბიჯები და პირველი ასე ვთქვათ მცდელობა დავეხმაროთ ჩვენს მე-12 კლასელებს, რომლებსაც სულ მალე ექნებათ გამოსაშვები გამოცდები და დავეხმაროთ ჩვენს აბიტურიენტებს უკეთესად მოემზადონ გამოცდებისთვის. პირველი ეტაპი იმიტომ რომ მომავალში რა თქმა უნდა ეტაპობრივად საგნების ჩამონათვალით, საგამოცდო საგნების ჩამონათვალიც გაიზრდება და ალბათ კიდევ უფრო დაიხვეწება ჩვენს მიერ შეთავაზებული სერვისები. პირველი, რაც უკვე მიმდინარეობს და ყველა მე-12 კლასელს და არა მხოლოდ მე-12 კლასელს აქ შესაძლებლობა სახლიდან გაუსვლელად ინტერნეტში ჩართული კომპიუტერის მეშვეობით გაიაროს სრული იმიტაცია მე-12 კლასის გამოსაშვები გამოცდების. მე-12 კლასელები აბარებენ 4 გამოცდას მოგეხსენებათ ქართულ ენასა და ლიტერატურაში, მათემატიკაში, ისტორიაში და უცხო ენაში და სწორედ აი ამ საგნებში აქვთ მათ შესაძლებლობა ივარჯიშონ გამოცდებამდე. სრული იმიტაცია გულისხმობა სრული იმიტაციაში მას, რომ ზუსტად იმავე ალგორითმით შეფასდებიან აპლიკანტები, უფრო სწორედ მონაწილეები, ალგორითმსაც ჩვენ ვხმარობთ უკვე რეალურ გამოცდაზე. მათთვის შეიქმნა სპეციალურად დავალებათა ბანკი და მათ ექნებათ შესაძლებლობა არაერთხელ მიიღონ მონაწილეობა. შედეგს გაიგებენ? შედეგს მომენტალურადვე გაიგებენ, ისე ვიმეორებ სრულიად კომფორტულ გარემოში, მათთვის სასურველ გარემოში, იქნება სკოლა, იქნება
სახლი იქნება ინტერნეტ კაფე თუ სხვა შეუძლიათ ისარგებლოთ აი ამ ერთ-ერთი სერვისი. ალბათ მაია რომ დავაზუსტო, ანუ მხოლოდ იმ საგნებში შეუძლიათ მათ ესე გავარჯიშება, რომლებსაც აბარებენ მე-12 კლასის ბოლოს. კი ბატონო, აი ეს 4 საგანი შევთავაზეთ მე-12 კლასელებისთვის გავაკეთეთ პირველ რიგში, თუმცა სხვათა შორის იყო პრეტენზიას ვერ დავარქმევ, მაგრამ კითხვები იმასთან დაკავშირებით, კარგი იქნებოდა საბუნებისმეტყველო საგნებშიც გაგვეკეთებინა ეს მე-11 კლასელები აბარებენ საბუნებისმეტყველო საგნებში გამოცდებს მოგეხსენებათ. რა თქმა უნდა ჩვენი სურვილიც იქნებოდა ეს ყველაფერი მოგვესწრო, მაგრამ მოგეხსენებათ ამ პროექტების მომზადება ძალიან შრომატევადია და მთელი წლის განმავლობაში ვემზადებოდით ამისთვის. უბრალოდ პრაქტიკულად შეუძლებელი იყო 4-ვე გამოცდისთვის მოგვემზადებინა დავალებათა ბანკი, მაგრამ აქტიურად მუშაობთ რა თქმა უნდა და შესაძლებელია უკვე შემოდგომაზე მე-11 კლასელებსაც შევთავაზოთ ანალოგიური რამ, ანუ საბუნებისმეტყველო საგნებში ანალოგიური რამ შევთავაზოთ ჩვენს მოსწავლეებს. ქალბატონია, როგორ ფიქრობთ, აი ეს პროექტი დაეხმარებათ თუ არა რეალურად მე-12 კლასელებს, გამოსაშვები კლასის მოსწავლეებს იმისთვის, რომ მათ მიიღონ უკეთესი შედეგი. ანუ სისტემის გაცნობა, ვთქვათ, აი ამ დავალებების გაცნობა, შეუწყობთ ხელს მათ რეალურად მომზადებაში? რა თქმა უნდა, დაეხმარებათ, იმიტომ რომ ხა მოდი ესე ვთქვათ, ყველა გამოცდა გარკვეულ ემოციებთან და სტრესთან არის დაკავშირებული და ამას თავიდან ვერაფრით ვერ ავიცლებთ, რაც არ უნდა ხადოთ და რაც არ უნდა კარგი პირობები შევქმნათ გამოცდების დროს ჩვენს მოსწავლეებს და ამას ვაკეთებთ რა თქმა უნდა და ძალიან დიდ ძალის ყველას ხარჯავთ ამ მიმართულებით, მაგრამ ბუნებრივია მაინც გამოცდა გარკვეულ ემოციებთან არის დაკავშირებული და ერთ-ერთი მიზანი ამ პროექტის გახლავთ ისიც, გარდა იმისა, რომ ისინი ტესტურ დავალებებს გაეცნობიან და ნახავენ როგორ მუშაობს ეს პროგრამა, თვითონვე მოიწყობენ ასე ვთქვათ საგამოცდო პირობებს და უკვე ზუსტი ინფორმაცია ექნებათ იმასთან დაკავშირებით გამოცდაზე რომ გამოცხადდებიან რა პირობებში მოუწევთ მათ გამოცდის ჩაბარება, იმიტომ რომ აქ გარდა იმისა, რომ სპეციალური ალგორითმი მუშაობს მათ შესაფასებლად, არის გარკვეული დეტალები, რომელიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ მოსწავლებმა, მაგალითად ის, რომ თითოეულ დავალებაზე, ასე ვთქვათ, განუსაზღვრელი დროით გაჩერება არ შეუძლია მოსწავლეს, არის დროის ბანკი, რომელიც განთავსებულია სწორედ ეკრანზე და ამას უნდა მიაქციონ ყურადღება, დაახლოებით 2 წუთია თითოეული დავალებისთვის გამოყოფილი, მაგრამ დროის ბანკში 10 წუთი აქვს, ანუ მაქსიმუმ 12 წუთი შეუძლიათ ერთ დავალებაზე იფიქრონ მოსწავლეებმა, როდესაც დაიცლება ეს დროის ბანკი, შემდეგ დავალებაზე გადადის უკვე პროგრამა და აქედან გამომდინარე მათ აქვთ შესაძლებლობა დრო აკონტროლონ და ხშირ შემთხვევაში, რაც მე შემიმჩნევია, ხშირ შემთხვევაში მოსწავლეები ამას ყურადღებას არ აქცევენ. ჯერ ერთი რატომღაც ჩქარობენ. და რაც შეიძლება დროზე უნდათ ასე ვთქვათ გამოცდის ჩაბარება, მიუხედავად იმისა, რომ საათნახევარია გამოყოფილი ერთი გამოცდისთვის, არის შემთხვევები, რომ გარკვეული რაოდენობა მოსწავლეების 20 წუთში ასრულებს ამ პროცესს, რასაც არ ვურჩევდი მე პირადად, იმიტომ რომ მათ აქვთ შესაძლებლობა დრო აკონტროლონ თითოეულ დავალებაზე გამოყოფილი დრო და დაუშვათ 2 წუთზე ნაკლები მოანდომა დავალებაზე პასუხისგაცემას მოსწავლემ, ის დრო ემატება დავალებათა ბანკს და ივსება. ასე რომ მე ვურჩევდი ყველა მოსწავლეს, რა თქმა უნდა, ეს დრო გამოიყენონ, რაც მათთვის არის განკუთვნილი და გააზრებულად უპასუხონ დავალებებს და თავი არიდონ, ასე ვთქვათ, შემთხვევით შემოხაზვას. ასე რომ ეს ყველაფერი ის დეტალია, რომელიც თან ზდევს აი ამ პროცესს და აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, მათთვის ძალიან ხელსაყრელი იქნებოდა აი სრული იმიტაცია საგამოცდო პროცესის, იმიტომ რომ შესაძლებელია დავალებებზე ისე ვარჯიშო, რომ არ გამოიყენო არც ეს ალგორითმი და დაუშვათ აი ეს დეტალები არ იქნას გათვალისწინებული, მაგრამ რა თქმა უნდა, უმჯობესია სრული საგამოცდო პირობების შექმნა და სწორედ აი ამ პირობებში პროცესის გავლა. ქალბატონ მაია, თქვენ არაერთხელ ახსენეთ სიტყვა ალგორითმი და გამოსაშვები გამოცდების სისტემასაც რომ ვისაუბროთ, როგორ ხდება მოსწავლის შეფასება და ხომ არ უნდა ველოდოთ წელს გარკვეულ ცვლილებებს ამ მიმართულებით? ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ, თქვენ იცით რომ თამასა ძალიან დაბალია, 5-დან 10 ბალიან სკალაზე ფასდებიან ჩვენი მოსწავლეები და იმას ბარიერსაც ვერ დავარქმევთ, ბარიერიც გვაქვს გამოცდებზე, 5.5
მეათედი არის საკმარისი იმისათვის, რომ ბარიერი იწყება 5-დან ბარიერი გადალახულად ჩაეთვალოს მოსწავლეს. ალგორითმზე დეტალურად საუბარი ნამდვილად შორს აგვიყვანს, იმიტომ რომ ეს არის ძალიან კომპლექსური ალგორითმი და სხვათა შორის ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით თუ როგორ მუშაობს ალგორითმი ჩვენს ვებგვერდზეა განთავსებული, მაგრამ ძალიან მარტივი ენით თუ გვინდა ასე ვთქვათ ავხსნათ რა პრინციპზე მუშაობს, ძალიან მარტივი ენით მოდით ესე ვთქვათ. ყოველი მომდევნო დავალება დამოკიდებულია იმაზე თუ როგორ გასცა პასუხი წინა დავალებებს მოსწავლემ. თუ ის სწორად სცემს პასუხს დავალებებს, ალგორითმი უკვე დავალებათა ბანკიდან ოდნავ უფრო რთულ დავალებას ურჩევს და პირიქით თუ ვერ ახერხებს მოსწავლე კონკრეტული სირთულის დავალებების ზე პასუხის გაცემას სწორად, მაშინ ნელ-ნელა უმარტივებს მომდევნო დავალებებს. ეს არის ძალიან მარტივი ენით ამ ალგორითმის ახსნა, თუმცა არაზუსტი, მაგრამ პრინციპი შეიძლება თქვათ, რომ აი ეს არის. ქალბატონ მაია ერთ-ერთმა ჩვენმა ერთ-ერთი ჩვენი მსმენელი დაგვიკავშირდა რამდენიმე გადაცემის წინ და დასვა ასეთი კითხვა: რატომ არ შეიძლება გამოსაშვები გამოცდების შედეგების გასაჩევრება? ხდება თუ არა მართლაც აი ამ გამოცდის შედეგის გასაჩევრება, არსებობს ტექნიკური აპელაცია, თუ არ ხდება? ტექნიკური აპელაცია არსებობს, რა თქმა უნდა, ტექნიკური აპელაცია გულისხმობს პროცესის განმავლობაში რაიმე, ასე ვთქვათ, პრობლემის თაობაზე საჩივარს მოსწავლის მხრიდან და ბუნებრივია ეს ნაწილი აპელაციის არსებობს. რაც შეეხება შინაარსობრივ ნაწილს, ეს ისე ვიმეორებ არის კომპიუტერზე ადაპტირებული ტესტირების სახით ეს პროცესი მიმდინარეობს და ბუნებრივია ეს თავისთავად უკვე გულისხმობს იმას, რომ შინაარსობრივ ნაწილში აპელაცია უბრალოდ წარმოუდგენელია, თუმცა სურვილის შემთხვევაში, როდესაც ასე ვთქვათ, ეჭვიეპარებათ მათ მიერ გაცემულ პასუხებთან დაკავშირებით, ცალკეულ შემთხვევებში ისინი მოდიან და ადგილზე შეგვიძლია ვანახოთ დავალება და მათ მიერ გაცემული პასუხები, მაგრამ თავისთავად რადგანაც ეს კომპიუტერული პროგრამა, რადგანაც ჩვენ კომპიუტერულ პროგრამასთან გვაქვს საქმე, ბუნებრივია აქ პატარა ხარვეზიც კი არა 1 და 2, ან თუნდაც 10 და 100 მოსწავლეს შეეხება უკვე ათასობით მოსწავლეს და აქედან გამომდინარე წარმოუდგენელია დაუშვათ აი ამ კუთხით რაიმე პრობლემასთან კონდეს საქმე. ამიტომაც შინაარსობრივ აპელაციას ისედაც არ აქვს აზრი ეს ერთის მხრივ და მეორეს მხრივ მე მინდა უბრალოდ წარმოვიდგინოთ რა შრომატევად სამუშაოსთან გვაქვს საქმე, როდესაც აი ამ პროცესს უძღვებით კომპიუტერზე ადაპტირებული ტესტირების პროცესს გულისხმობ იმისათვის, რომ დაახლოებით 40-მდე დავალება გამოვიყენოთ საგამოცდოდ, უფრო სწორად თვითონ ალგორითმი ირჩევს აი ამ დავალებებს 1000-ზე მეტი დავალება უნდა კონდეს დავალებათა ბანკში და თანაც ყველა, აბსოლუტურად ყველა არაერთხელ გამოცდილი და შესაბამისი პარამეტრებით. დავალებათა ბანკი კონფიდენციალურია, ბუნებრივია და ჩვენ რა თქმა უნდა ამას ვერ შევძლებთ, რომ დავალებები ყოველი გამოცდის მერე გამოვაქვეყნოთ, ისევე როგორც ერთიანი ეროვნული გამოცდების შემთხვევაში გვაქვს. ვიმეორებ, ძალიან დიდი განსხვავებაა, როდესაც ეგრეთ წოდებულ წრფივ ტესტს იყენებ, რაც ერთიანი ეროვნული გამოცდების შემთხვევაში გვაქვს და როდესაც აი ესეთი ტიპის გამოცდას ატარებ. აქ 1000-ზე მეტი დავალება უნდა გქონდეს არაერთგზის გამოცდილი და იქ რა თქმა უნდა ყოველწლიურად ტესტური დავალებები თავიდან იქნება და აქედან გამომდინარე შეგვიძლია ასე ვთქვათ გამოგვეყრება. მაგრამ მე მინდა შევახსენო ასე ვთქვათ აი ამ კითხვის დამსმელს და დაინტერესებულ პირებს ვერ დამისახელებენ ვერც ერთ მაგალითად საერთაშორისო გამოცდას, სადაც შესაძლებელია
ტესტური დავალებების ნახვა და გამოქვეყნება. მე ვგულისხმობ ჩვენთვის ცნობილს თუნდაც ეგრეთ წოდებულ SAT-ს, TOEFL-ს, GRE-ს, GMAT-ს და ასე შემდეგ. ამის ფუფუნება ჭყალებში არ აქვთ, ასე ვთქვათ, აპლიკანტებს, როდესაც აი ესეთი ტიპის გამოცდებს აბარებენ. იმიტომ რომ იმ დავალებებს შემდეგ ბუნებრივია რაღაცა პერიოდის მერე ისე ვიყენებენ კონფიდენციალურად რჩება, რაც ჩვენ შემთხვევაში ერთიანი ეროვნული გამოცდების შემთხვევაში არ არის. ქალბატონ მაია, გადავიდეთ ერთიანი ეროვნულ გამოცდებზე, წელს თუ იქნება მნიშვნელოვანი სიახლეები, მნიშვნელოვანი ცვლილებები, შარშან იყო გამორჩეული წელი, პრინციპში შეიცვალა ფორმატი, ნაწილობრივ ელექტრონული ფორმატით ჩააბარეს აბიტურიენტებმა გამოცდები, წელს რა ვითარება არის? იმავე წესით ჩატარდება გამოცდები წელს, როგორც შარშან ნაწილობრივად ელექტრონული ფორმით აბიტურიენტებს ექნებათ, ასე ვთქვათ, პასუხების ფურცლები, რომელზეც იმუშავებენ, თუმცა ტესტურ დავალებებს ელექტრონული ფორმით მიიღებენ. ძალიან გვინდოდა წელს უკვე სრულად ელექტრონული ფორმატი შეგვეთავაზებინა დახურულბოლოიანი დავალებების შემთხვევაში, იმიტომ რომ ძალიან ბევრი უპირატესობა აქვს ასეთ შემთხვევაში აპლიკანტებისთვის პირველ რიგში ესეთ გამოცდებს, იმიტომ რომ მაგალითად ზოგადი უნარების შედეგებს შევიტყობდით გამოცდის დასრულებისთანავე. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ 2018 წლისთვის ამას უკვე შევძლებთ და შევთავაზებთ. არა მხოლოდ ზოგადი უნარები შესაძლებელია სხვა გამოცდებშიც დახურულბოლოიანი დავალებების ბლოკი იყოს სრულად ელექტრონულად. ასე რომ ამისთვის ვემზადებით და ალბათ 2018 წლისთვის ეს იქნება შესაძლებელი. სხვათა შორის ამ გამოცდებთან დაკავშირებულია უпростоრად მეორე ჩვენი პროექტი, რომელიც შევთავაზეთ უკვე ჩვენს აბიტურიენტებს და აბიტურიენტებზე გათვლილი, თუმცა მაღალი კლასის მოსწავლეებსაც შეუძლიათ მიიღონ მონაწილეობა, ეს უკვე ჩვენთან ცენტრში იქნება ორგანიზებული, ჩვენ გვინდა აბიტურიენტებს შევთავაზოთ სრული, ასე ვთქვათ, სურათი და სრული პროცესი საგამოცდო ეხლა ამ ეტაპზე ზოგად უნარებში. მხოლოდ ზოგად უნარებში და პარალელურად მაგისტრობის სურვილებს, რომლებსაც ასევეა სამაგისტრო გამოცდები ჩასაბარებელი, მაგისტრობის სურვილებსაც ანალოგიურ ამას ვთავაზობთ. ანუ იქ იქნება მოწყობილი ჩვეულებრივი სექტორი, როგორც საგამოცდო პროცესში გვაქვს სექტორები, მეთვალყურე, აღჭურვილობა, ყველაფერი რაც გამოცდების პერიოდში გვაქვს და მათ შეუძლიათ, ასე ვთქვათ, მიიღონ სერიოზული გამოცდილება თვითონ საგამოცდო პროცესთან დაკავშირებით და რაც ყველაზე მთავარია, ამ პროექტში იქნება გამოყენებული სრულად ახალი დავალებები, ავთენტური დავალებები, სპეციალურად მათთვის შექმნილი და რა თქმა უნდა მომენტალურად გაიგებენ შედეგსაც, ანუ პროცესის დასრულებისთანავე მათ ექნებათ შედეგი. და შედეგი არა მარტო საერთო შედეგი, არამედ ნაწილების მიხედვით შეუძლიათ მიიღონ ინფორმაცია. რატომ იქნება მნიშვნელოვანი აბიტურიენტებისთვის აი ამ პროექტში ჩართვა? ამის შესახებ უკვე ვისაუბროთ გადაცემის მეორე ნაწილში. გადაცემაში ახლა რეკლამის დროა, შეგახსენებთ, რომ რადიო იმედის ეთერში არის გადაცემა გამოცდებიდან გამოცდებამდე. გადაცემა გამოცდებიდან გამოცდებამდე თეიკო ანჯაფარიძესთან ერთად. ბრუნდებით პირდაპირ ეთერში, შეგახსენებთ, რომ ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარი არის შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ქალბატონი მაია მიმინაშვილი. ქალბატონი მაია, გადაცემის პირველი ნაწილი ჩვენ დავასრულეთ ახალ პროექტზე საუბრით. კონკრეტულად ზოგადი უნარების გამოცდის იმიტაციაზე გვქონდა ჩვენ საუბარი და ჩემი მთავარი კითხვა, რატომ უნდა ჩაერთოს აბიტურიენტი ამ პროექტში და რისი მომცემი იქნება მისთვის? იგივე გაგებული შედეგი, გასაგებია პროცესის იმიტაცია, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. გარდა იმისა, რომ სრული იმიტაცია, ასე ვთქვათ, საგამოცდო პროცესის, მათთვის ძალიან ღირებულ ინფორმაციას მიიღებენ. პირველ რიგში
დასრულებისთანავე და ეს ვახსენე და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ნაწილების მიხედვით, მაგალითად ანალოგიებში რა ხულა მიიღო, მაგალითად ლოგიკაში და ასე შემდეგ. ანუ აბიტურიენტს ექნება შესაძლებლობა დაინახოს მისი სუსტი მხარე ამ კუთხით და ჯერ კიდევ არის დრო, საკმარისი დრო იმისათვის, რომ კონკრეტული მიმართულებით გაამახვილოს ყურადღება, ასე რომ რა თქმა უნდა ეს ინფორმაცია მას ამ კუთხითაც დაეხმარება. როდესაც დაიწყება ეს პროექტი? ჩვენ ვარაუდობთ, რომ შეიძლება თავის მხარეებზე მუშაობა. 27 მარტიდან დავიწყებთ რეგისტრაციას და რაც ყველაზე მთავარია, რეგისტრაცია გულისხმობს იმას, რომ მათ შეეძლებათ მათთვის სასურველი დღის არჩევა ლამის 3 თვის განმავლობაში, ანუ ჩვენ გვინდა რომ ეს პროცესი გაგრძელდეს ივნისის ჩათვლით, ანუ აპრილი, მაისი, ივნისი, მას შეუძლია კალენდარზე მონიშნოს ის დღე, რომელიც ის დღე და ის საათი, რომელიც მას აწყობს. და შემდეგ უკვე გამოცხადდეს იმ დღეს ჩვენთან, ჩვენს ცენტრში, ჩვენს ორგანიზაციაში, სადაც აი ამ პროცესში მიიღებს მონაწილეობას. მე ამ პროექტზე საუბარი დავიწყე იმ კითხვის შემდეგ, რომ დამისვით სიახლეები გვაქვს თუ არა დაგეგმილი ერთიან ეროვნულ გამოცდებზე და ვახსენეთ, რომ აბიტურიენტებს ისევ დაურიგდებათ პასუხების ფურცლები, რომელზეც უნდა იმუშაონ მათ. და აი ამ პროექტში, ამ პროექტის ფარგლებში მათ ექნებათ შესაძლებლობა არჩევანი გააკეთონ. თუ მათ უნდათ სრული იმიტაცია, ანუ პასუხების ფურცლის შევსება, რა თქმა უნდა, ამის შესაძლებლობა ექნებათ. ასეთ შემთხვევაში ჩვენ ადგილზევე ამოუბეჭდავთ, ასე ვთქვათ, მათ შედეგს და სწორ პასუხებს და თვითონვე შეეძლებათ გადამოწმება და მათ ასევე ექნებათ შესაძლებლობა მეორე არჩევანი გააკეთონ, სრულად ელექტრონულად ჩააბარონ, გაიარონ, ასე ვთქვათ, ეს პროცესი, ანუ პასუხები პირდაპირ კომპიუტერზე მონიშნონ და ბუნებრივია ასეთ შემთხვევაში უკვე ეგრეთ წოდებული რეპორტის სახით ეკრანზევე დაინახავენ საკუთარ შედეგს და ამ შედეგს დანაწევრებულს ნაწილების მიხედვით. ქალბატონი მაია, თუ ნაწილობრივ ელექტრონული ფორმატით ჩააბარებს აბიტურიენტი ან პროექტისთვის დარეგისტრირებული აპლიკანტი აი ამ გამოცდას, ამ შემთხვევაშიც ის მაშინვე გაიგებს შედეგს. ამ პროექტში ჩართული აპლიკანტი მაშინვე გაიგებს შედეგს, ოღონდ განსხვავება იქნება ის, რომ პირველ შემთხვევაში სრულად ელექტრონული ვარიანტის შემთხვევაში ეკრანზე დაინახავს ამას ყველაფერს და თუ ის პასუხების ფურცელს შეავსებს, მაშინ ჩვენ ამოვუბეჭდავთ სწორ პასუხებს და მათ მიერ გაცემულ პასუხებს და თვითონ შეეძლება შედარება. ქალბატონ მაია, დაუბრუნდეთ რეგისტრაციის პროცესს, ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდი არის აბიტურიენტებისათვის. თუ არის ცნობილი რიცხვი ამ ეტაპისათვის, რამდენი აბიტურიენტი დაარეგისტრირდა ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის? დრამატულად იზრდება რაოდენობა ბოლო კვირას 31 მარტის ჩათვლით აქვთ ჯერ კიდევ დრო ჩვენს აპლიკანტებს, აბიტურიენტებს გაიარონ რეგისტრაცია და ასე რომ ბოლო დღეებში გვეცოდინება უკვე ზუსტი რაოდენობა. დღეს დაახლოებით 7000-მდე აბიტურიენტი ყავს უკვე, ვინც რეგისტრაცია გაიარა. მაგრამ ისე ვიმეორებ, ბოლო დღეებში დრამატულად იწევს ხოლმე რაოდენობა. რატომღაც ბოლო დღეებს ველოდებით. ელოდებით წელს დიდ ნაკადს, წლების განმავლობაში განსხვავებული არის ხოლმე აბიტურიენტთა რაოდენობა. მართალი გითხრათ, რაღაცა მიჭირს პროგნოზირება, იმიტომ რომ შაშან მაგალითად 42000 გადავაჭარბეთ, წინა წელს 37000 იყო და ასე რომ იცვლება ეს რიცხვები და ძალიან რთულია. ჩემთვის ყოველ შემთხვევაში რთულია წინასწარ განსაზღვრო, რამდენი აბიტურიენტი გვეყოლება. ცნობილია, რომ საგამოცდო ქალაქების მდებარეობა არ იცვლება, მაგრამ თუ შეიცვლება საგამოცდო ცენტრების რაოდენობა. რა თქმა უნდა, ეს აპლიკანტების რაოდენობაზეა დამოკიდებული. ჩვენ ორი ქალაქი გვაქვს, თბილისი და ქუთაისი, სადაც ერთზე მეტი საგამოცდო ცენტრი გვაქვს და მოგიხსენებათ, თბილისში მაგალითად ვამჯობინეთ სკოლებში, სკოლის შენობებში გაგვეხსნა საგამოცდო ცენტრები და მაგალითად უნივერსიტეტის, ჯავახიშვილის უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსში ვიყავით, ასე ვთქვათ, ივლისის თვეში წლების განმავლობაში და შაშან უკვე მაღლივი კორპუსი ჩავანაცვლეთ სკოლები. რა თქმა უნდა, აპლიკანტების რაოდენობაზეა დამოკიდებული.
რამდენმა აპლიკანტმა სკოლებში იქნება შეგვიძლია თქვა უფრო მეტად სკოლებში კი ბატონო ეს იმიტომ რომ ჯერ ერთი კომფორტულია მართალი გითხრათ რაც უფრო ასე ვთქვათ კომპაქტურია საგამოცდო ცენტრი მით უფრო კომფორტულია აპლიკანტებისთვის იმიტომ რომ ადრე წლების წინ აგრარულ უნივერსიტეტში ქონდა ერთ-ერთი საგამოცდო ცენტრი და ყველაზე დიდი საგამოცდო ცენტრი იყო თქვენ წარმოიდგინეთ დაახლოებით 3000 აპლიკანტი ყავდა ერთდროულად ერთ ნაკადზე და მომსახურე პერსონალი არ იყო ცოტა ასე რომ ერთ შენობაში დაახლოებით 5000-მდე ადამიანი იყრიდა ერთდროულად თავს და ამის რა თქმა უნდა სკოლების შემთხვევაში როგორ არის ხოლმე სკოლების შემთხვევაში გააჩნია სკოლის ზომას რა თქმა უნდა მაგრამ ნუ 300 დაუშვათ 600 აი ესეთ ფარგლებშია აპლიკანტების რაოდენობა და ბუნებრივია ადმინისტრირება გაცილებით უფრო ჩვენთვისაც გაცილებით უფრო მარტივია და თვითონ აპლიკანტებისთვისაც რეგისტრაციაც დროზე სრულდება ასე ვთქვათ სიწყნარე სიმშვიდეა უფრო მეტად და ამიტომაც ბუნებრივია ჩვენ თუ დაგვჭირდა საგამოცდო ცენტრის დამატება ეს იქნება აუცილებლად სკოლა ქალბატონო მაია ჩვენი გადაცემა დასასრულს უახლოვდება და რეგისტრაციის პროცესის შესახებ ისევ რამდენიმე ეტაპისაგან შედგება რეგისტრაცია ძირითადი რეკომენდაციები თქვენგან და გადაცემის პირველი ნაწილი თქვენ დავიწყეთ საუბრით რომ ხშირია ხოლმე გარკვეული ტიპის შეცდომები რომელიც შემდეგ სამწუხაროდ შეიძლება გამოიწვიოს აბიტურიენტის ვერ ჩართვა ამ პროცესში რა გაითვალისწინონ აი ამ პერიოდისათვის და ზოგადად რეგისტრაციის ყველა ეტაპზე თქვენი მთავარი ყველაზე მთავარია 31 მარტის ჩათვლით უნდა გავიაროთ რეგისტრაცია და ავირჩიოთ საგამოცდო ქალაქი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. მე ვეღარ შევცვლით ერთ საგამოცდო ქალაქს და ბუნებრივია მით უმეტეს 31 მარტის შემდეგ რეგისტრაციასაც ვერ გავივლით. 31 მარტს ვასრულებთ იმიტომ რომ რა თქმა უნდა შემდეგ უკვე ლოჯისტიკური სამუშაოები გვაქვს ჩვენში ასტარებელი დასაგეგმი გვაქვს საგამოცდო ცენტრები გვაქვს მოსაწყობი და ასე შემდეგ ამიტომ ჩვენ უნდა ვიცოდეთ რაოდენობა აპლიკანტებისა საგამოცდო ქალაქების მიხედვით. ასე რომ რაც ყველაზე მთავარი არ დავიგვიანოთ და 31 მარტის ჩათვლით რეგისტრაცია გავიაროთ და ავირჩიოთ საგამოცდო ქალაქი. 20 მაისის ჩათვლით აბიტურიენტებს ექნებათ შესაძლებლობა შეცვალონ მათ მიერ არჩეული გამოცდა. საგამოცდო საგანი. 3 სავალდებულოა ბუნებრივია, მე-4-ს თავად ირჩევს აბიტურიენტი იმის მიხედვით, სათუნდა სწავლის გაგრძელება. 20 მაისის ჩათვლით ამის შესაძლებლობა გვექნება ნამდვილად შეგვიძლია საგამოცდო ენა შევცვალოთ, ოღონდ ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი არის ის, რომ არ გაუშვათ ბოლო ვადა თითეული ეტაპის, იმიტომ რომ შემდეგ უკვე სამწუხაროდ ცვლილებების შეტანის შესაძლებლობა არ გვექნება. მესამე ეტაპზე უკვე შეუძლიათ უпроსტად სამივე ეტაპზე, მაგრამ მესამე ეტაპი გრძელდება სადღაც 10 აგვისტომდე დაახლოებით, დამოკიდებულია იმაზე, როდის დავიწყებთ სააპელაციო პროცესს. შეუძლიათ უმაღლესი სასწავლებლების და ფაკულტეტების ჩამონათვალის ცვლილება. მაგრამ რაც ყველაზე მთავარია და სამივე ეტაპზე რაც უნდა გაითვალისწინონ აბიტურიენტებმა, რაც ძალიან მტკივნეულია თითეული ჩვენგანისთვის და რა თქმა უნდა თვითონ აბიტურიენტისთვის და განსაკუთრებით მშობლისთვის აი ამ შეცდომას უშვებენ რეგისტრაციის გავლის დროს ან რაიმე ცვლილების შეტანის დროს აუცილებლად უნდა დააჭირონ შენახვის ღილაკს ხელი. წინააღმდეგ შემთხვევაში ცვლილება არ აისახება ჩვენ ბაზაში და რა თქმა უნდა მე ვეღარ გავითვალისწინებთ მათ მიერ განხორციელებულ ცვლილებას. და მანიშნებელი იმისა რომ მათი ცვლილება ასახულია ჩვენს ბაზაში არის ის რომ ელექტრონულ მისამართზე ავტომატურად იღებენ უკუ კავშირს ჩვენგან სადაც არის ასახული მათი ცვლილება თუ ამას არ იღებენ ეს იმას ნიშნავს რომ ბაზაში ასახული არ არის და კითხვა საკუთარ რეიტინგულ სიასთან დაკავშირებით წლების განმავლობაში ეს არის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური კითხვა რით ვიხელმძღვანელო როგორ შევარჩიო ვარ თუ არა რაოდენობაში შეზღუდული და ყოველთვის აინტერესებთ ხოლმე აბიტურიენტებს ცენტრის წარმომადგენლების მოსაზრება ამ საკითხთან დაკავშირებით ეს ბოლო კითხვა და უნდა დავასრულოთ უკვე ჩვენი გადაცემა საინფორმაციო ტურში თუ მიიღებენ მონაწილეობას აბსოლუტურად დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ ამასთან დაკავშირებით ძალიან მარტივია. პირველ ნომრად უნდა ჩავწეროთ ის, რაც ყველაზე მეტად გსურს.
და ასე შემდეგ. შეზღუდულები რაოდენობაში რა თქმა უნდა არ არიან და ავყვებით რაღაცა ჭორებს იმასთან დაკავშირებით, რომ სადაც ჩარიცხვა მინდა ის მეორე ნომრად უნდა მოვნიშნო, ან მეხუთე ნომრად, რა თქმა უნდა ეს სიმართლეს არ შეესაბამება. პირველ ნომრად უნდა მოვნიშნოთ ის უმაღლესი სასწავლებელი და ის ფაკულტეტი, სადაც სულით და გულით გინდათ სწავლის გაგრძელება. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონო მაია ამ უმწურავი ინფორმაციის მოწოდებისათვის. შევახსენებ ჩვენს მსმენელებს, რომ ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარი იყო შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ქალბატონი მაია მიმინოშვილი. ჩვენ საუბრობდით ერთიან ეროვნულ გამოცდებზე. მე გემშვიდობებით მომავალ სამშაბათამდე და იმედიან კვირას გისურვებთ. რეფორმები და საერთაშორისო საგანმანათლებლო კვლევები. სანდო, ობიექტური და აქტუალური ინფორმაცია. დრო გამოცდებიდან გამოცდებამდე ჩვენთან ერთად გადის. გადაცემა გამოცდებიდან გამოცდებამდე. თეიკო ანჯაფარიძესთან ერთად. საინფორმაციო მხარდამჭერი შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი.